ინტერვიუდან გაირკვა ისიც, რომ ვაშინგტონმა პასუხისგაცემა პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის გადაწყვიტა. როგორც დანიგანი ამბობს, მას ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა სურდა, რათა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს პასუხი პირადად მისთვის გადაეცა, თუმცა ქართული ოცნების საპატიო ხელმძღვანელმა უარი განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე დაინტერესდა თუ არა დანიგანი რატომ სურდა ვაშინგტონს, რომ გზავნილი პირადად ბიძინა ივანიშვილს მიეღო და არა ირაკლი კობახიძეს, დანიგანმა თქვა, რომ სოფლიოში იციან, რომ მთავრობას ბიძინა ივანიშვილი მართავს. ფიქრობ, სოფლიოში ადამიანების უმრავლესობამ იცის, რომ მთავრობას მართავს ბიძინა ივანიშვილი. ყველაზე უცნაური ის არის, რომ რასაც ის ითხოვს, ურთიერთობების სწორგზაზე დაბრუნება არც ისე რთულია. რა ეწერა ქართული ოცნების მიერ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპისადმი გაგზავნილ არასაჯარო წერილში. ამერიკის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი ამბობს, რომ წერილის შინაარსი მუქალი შემცველი და შეურაცხმყოფელი იყო და ის ვაშინგტონში უკიდურესად ცუდად აღიქვეს. ოცნების მიერ ამერიკაში გაგზავნილი წერილის შესახებ ელჩმა რობინ დანიგანმა 6 ივლისს რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიური ინტერვიუში ისაუბრა. როგორც ინტერვიუდან გაირკვა, დანიგანი დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ვაშინგტონში ჩავიდა, რათა ახალი ადმინისტრაციის მაღალ ჩინოსნებს შეხვედროდა და საქართველოს შესახებ ესაუბრა. თბილისში დაბრუნებული დანიგანი ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა და ამერიკასთან ურთიერთობის გამოსწორების გზები გააცნო. როგორც დანიგანი ამბობს, შეხვედრიდან 3 დღეში ქართული ოცნების ხელმძღვანელობისგან ტრამპის ადმინისტრაციისთვის განკუთვნილი წერილი მიიღო. დანიგანის თქმით, წერილის შინაარსით ვაშინგტონში გაუცებულები დარჩნენ და შესაბამისი პასუხის გასაცემად დრო დასჭირდათ. ქართული ოცნების ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა წერილი ტრამპის ადმინისტრაციისთვის. პირადი წერილი. ეს არ არის საჯარო წერილი, რომელიც გულწრფელად გეტყვით, იყო მუქარი შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში. ამიტომ დაგჭირდა გარკვეული დრო პასუხის მოსაფიქრებლად. ეს მართალია და ვფიქრობ, გარკვეული დრო დაგჭირდა იმიტომ, რომ ხალხი ძალიან გაოცებული იყო ასეთი წერილის გამოგზავნით ერთი ქვეყნის მიერ ჩემი ქვეყნისთვის. ამასობაში, სანამ ჩვენ პასუხზე ვფიქრობდით, პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნა ღია წერილი და მაშინ მე მივედი პრემიერ-მინისტრთან და ვუთხარი, რომ მაქვს პასუხი სახელმწიფო მდივნისგან რუბიოსგან, რომელმაც მთხოვა, რომ ის ბიძინა ივანიშვილს გადავცე. მე მითხრეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ეს წერილი გადამეცა პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის და მან უარი თქვა. მე ყოველთვის მზად ვარ პრემიერ-მინისტრს შევხვდე, მაგრამ ჩემთვის არ უთხოვიათ, რომ ის პრემიერ-მინისტრისთვის მიმეცა. საქართველოს ამერიკას შორის ურთიერთობები მკვეთრად გაუარეს და მას შემდეგ, რაც 2024 წლის 28 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 2028 წლამდე გადადო. ამ გადაწყვეტილებიდან 2 დღეში ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. ინტერვიუს დროს ამერიკა საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობების შეფასებისას რობინ დანიგანმა თქვა, რომ ქართული ოცნების მაღალჩინოსნების კომენტარები, რომ თითქოს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა მხოლოდ ქაღალდზე იყო შეურაცხმყოფელია. მის თქმით, ამერიკამ ქართული სახელმწიფოს განვითარებისთვის ბევრი რამ გააკეთა. შეერთებული შტატების მთავრობისთვის ძალიან შეურაცხმყოფელია, როცა ქართული ოცნება ყოველდღე საჯაროდ ამბობს რაღაც უარყოფით შეერთებულ შტატებსა და დასავლეთზე. ჩვენ ხომ ამდენი ჩავდეთ ამ პარტნიორობაში და მე მხოლოდ ფულს არ გულისხმობ. ჩვენ ჩავდეთ დრო, ტრენინგი, ჩამოყავდა ექსპერტები და მესმის არავის სურს მოისმინოს გრძელი ჩამონათვალი. თუმცა მგონია, რომ ზოგჯერ ეს მნიშვნელოვანია კონტექსტისთვის. ჩვენ დავხარჯეთ $1,200,000,000 საქართველოს თავდაცვის ძალების აღჭურვისთვის, წვრთნისთვის, აგრეთვე სასაზღვრო ძალების აღჭურვისა და წვრთნისთვის. 8,000 სტუდენტს დავეხმარეთ ესწავლა შეერთებულ შტატებში, 1,700 სამხედრო ხელმძღვანელ პირს, რომ ესწავლა შეერთებულ შტატებში. ეს ყველაფერი მეტყოლებს ნამდვილ პარტნიორობაზე. მე აქ ჩამოვედი მზად, მოსურნე და ღია ქართულ ოცნებასთან მართლაც კონსტრუქციულად სამუშაოდ და ისე აღმოჩნდა, რომ ყოველ ჯერზე, როცა მე აღმოვაჩენდი კარგ პარტნიორს, რომელთანაც პროგრესს ვაღწევდი, ადრე თუ გვიან ის მინისტრი ან მაღალჩინოსანი იცვლებოდა, ან და მიღებულ გადაწყვეტილებებს ამოაყირავებდა ხოლმე ვიღაც, ვინც მათზე მაღლა იდგა. შედეგი კი არის ის, რომ დღეს ურთიერთობა ჩვენს მთავრობებს შორის ძალიან რთულ მდგომარეობაშია და ვფიქრობ, საქართველოს რეპუტაცია რეალურად დაზიანდა, განსაკუთრებით ბოლო თვეში ანტიდემოკრატიული მოქმედებების, ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრების, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის და ასე შემდეგ გამო. ვფიქრობ, ბევრი აქნევს თავს და სვამს კითხვას, რა ხდება? დიდი ცვლილება მოხდა. ელჩის აზრით, ერთ-ერთი პირველი, რაც ქართულმა ოცნებამ ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის აღსადგენად უნდა გააკეთოს, ეს ანტიამერიკული რიტორიკის შეწყვეტა. ქართული ოცნება ამბობს უამრავ რამეს შეერთებულ შტატებზე, რაც არ არის სიმართლე. ჩვენ რომ ვცდილობდით აქ მეორე ფრონტის დაწყებას, ეს არ არის სიმართლე. რომ ჩემი წინამორბედი ცდილობდა აქ რევოლუციის გაღვივებას, არ არის სიმართლე. რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა არის პარტნიორობა მხოლოდ ქაღალდზე, არ არის სიმართლე. რომ მე ჩემმა მთავრობამ გამიწვია, არ არის სიმართლე. შემიძლია
შეუძლია უსასრულოდ გავაგრძელო ჩამოთვლა ამერიკას საქართველოსგან, ქართული ოცნებისგან, რაც ყოველთვის სურს, ეს არის პარტნიორობის ერთად შენება, ორმხრივად სასარგებლო გზით. მე აქ ჩამოვედი სრულიად განწყობილი, რომ ეს მეკეთებინა ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც აირჩია ქართველმა ხალხმა და როცა მე ჩამოვედი, ეს იყო ქართული ოცნება. სიამოვნებით გავაგრძელებდი ამის კეთებას, თუმცა სამწუხაროდ მთავრობის მოქმედებებმა ეს ძალიან გაართულა. ფიქრობ, ვაშინგტონში შეერთებული შტატების კომპანიების უმრავლესობამ შეაჩერა აქ ინვესტიციების, გაფართოების ან ახალი ინვესტიციების ჩადების ნებისმიერი გეგმის განხორციელება. საქართველოს რეპუტაციაზე გავლენის ნაწილობრივ დანახვა შეგიძლიათ მეგობარი აქტით. ამ კანონმდებლობას ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა აქვს რესპუბლიკელებისა და დემოკრატებისგან და ის ქართულ ოცნებას ადანაშაულებს ზოგიერთი ანტიდემოკრატიული, ანტიამერიკული ქმედებისთვის, რომელსაც ის ახორციელებს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილმა რობინ დანიგანთან შეხვედრასა და ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილის მოსმენაზე უარი თქვა, შეერთებული შტატების საელჩო 28 მაისს გაავრცელა. საელჩოს განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ სახელმწიფომ დივან რუბიოს თხოვნით ელჩმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა 22 მაისს ითხოვა. საელჩოს განცხადებას იმავე დღესვე გამოეხმაურა თავად ბიძინა ივანიშვილი და თქვა, რომ შეხვედრაზე უარი პირადი კომპლექსის გამო თქვა. მისი განმარტებით, მაშინ როცა ამერიკის მხრიდან დასანქცირებული იყო, ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიაჩნდა. ივანიშვილის თქმით, ასეთ დროს აუცილებლად ექნებოდა კომპლექსი, რომ სახელმწიფო საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პირადი ინტერესების საპირწონედ მიიღებდა, რაც მისთვის პრინციპულად მიუღებელი იყო. განცხადებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ ივანიშვილის ნაცვლად ელჩს ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა შესთავაზეს, რაზეც რობინ დანიგანმა უარი თქვა. რაც შეეხება რობინ დანიგანის გუშინდელ ინტერვიუს, მას უკვე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი და თქვა, რომ ელჩის განცხადებაზე რაიმე კომენტარის გაკეთება მათი ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს. ჩვენ ნახეთ, რომ თავად პრეზიდენტ ტრამპის მიერ პროპაგანდისტობაში მხილებული რადიო თავისუფლება ავრცელებს გადამდგარი ელჩის ინტერვიუს, არც ერთი, არც მეორე ჩვენთვის საინტერესო არ არის. ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 13 მაისს Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა ღია წერილი, რომლის მეშვეობითაც შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტს JD Vance მიმართა. კობახიძე წერდა, რომ ამერიკის მხრიდან უპასუხოდ დარჩა რამდენიმე კვირის წინ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით მიწერილი წერილი, რომელშიც შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყებაზე მზაობა იყო გამოხატული. კობახიძე ტრამპს წერდა, რომ ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხმედრის ფონზე ქართველი ხალხის პირვანდელი მოლოდინი იყო, რომ საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველი, რომლის მიმართაც ტრამპის ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ინტერესს გამოხატავდა. წერილში ნათქვამი იყო ისიც, რომ ქართველი ხალხის და ოცნების გასაკვირად სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველოსთან მიმართებით ამერიკას ყურადღება დღემდე არ გამოუჩენია.